ვითარება უცვლელია დარიალის ხეობაში. მაშველები ღვარცობის შედეგად დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოებიც. უკვე აღდგა მაგისტრალური გასადენი, რომლითაც რუსეთიდან სომხეთს ბუნებრივი აირი მიეწოდება. მდინარე დევდორაკის ხეობიდან ჩამოწეული ღვარცობის შედეგებს დღეს კახი კალაძე გაეცნო. სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს გიორგი ფუტკარაძე. ხეობიდან ის პირდაპირ ეთერში გვერდება. გიორგი, გისმენთ. ვასილ, უკვე შუა დღისთვის ამინდი გაუარეს და სავარაუდოდ არის მოსალოდნელი წვიმა. საინტერესოა, რამდენად შეუშლის სამძებრო სამაშველო სამუშაოებს ხელს ეს ამინდი და ამასთან უქმნის თუ არა საფრთხეს კიდევ ერთხელ ღვარცობის გამეორების. ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. მოგესალმებით ბატონ თემურ, დიდი მადლობა. ჩვენ გაინტერესებს რა საფრთხეები არსებობს, რომ სტიქია შესაძლოა განმეორდეს. მოგესალმებით, დიდი მადლობა. პირველ რიგში ჩვენ ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს მიმდინარე რისკებს. შესაბამისად, ჩვენი გეოლოგიური ჯგუფი არის სათავესთან და აკვირდება პროცესებს. რამდენადაც ამ მომენტისთვის არის ცნობილი ის ჩამონადენი, რომელიც ჰქონდა, იყო კალაპოტის ჩამონადენი და რაც ყველაზე მთავარი რისკი არის დღეს, თვითონ მყინვარი არის სტაბილური, თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემა შეგვექნება თუ კი აქტიური ნალექები გვექნება. ამის გამო მონიტორინგის პროცესი არის 24 საათიანი უწყვეტი. იმ ფონზე რომ ჩვენი კოლეგები ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროდან ძალიან ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ, ჩვენ ყოველწამიერ მონიტორინგს ვახდენთ იმისთვის, რომ ქვევით ადამიანები იყვნენ დაცულები. ბატონ თემურ, თუ არის დარჩენილი ნარჩენები მთის წვერზე და თუ არის მათ ჩამოშლის საფრთხე? მყინვარზე გვაქვს ნარჩენი, გარკვეული ნარჩენი გვაქვს კალაპოტში, თუმცა როგორც გვეუბნებიან ჩვენი გეოლოგები, ჯერჯერობით ვითარება არის სტაბილური და ისევ თუ არა ძალიან სერიოზული მოცულობა ნალექების, ჩვენ არ ველით განმეორებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალიდან ახალი სპეციალური სადგური დაიწყებს, ელექტრონული სადგური მუშაობას და გააკონტროლებს ნალექების მოცულობას იმისთვის, რომ კრიტიკულ მასას არ გადავწდეთ და საჭიროების შემთხვევაში გავაფრთხილოთ შენებლები ამასთან დაკავშირებით. ბატონ თემურ, არა მხოლოდ დარიალის ხეობაში აღნიშნული პრობლემა, თუ გეგმავს სამინისტრო რაიმე მასშტაბურ პროექტს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი საფრთხეები? სამწუხაროდ მოგეხსენებათ ამ ტიპის პრობლემების პრევენცია ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა იდენტიფიცირება უკვე წარმატებაა. მინისტრის დავალებით უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც იწყებს მუშაობას საქართველოს მასშტაბით ყველა საკვანძო პრობლემასთან დაკავშირებით. რამდენიმე ასეთი პრობლემური მიმართულება უკვე გამოვლენილია, თუმცა უახლოეს პერიოდში ჩვენ დავდებთ ძირითადი საბაზისო რისკების დოკუმენტს, რომელიც გამოავლენს ყველა პრიორიტეტულ რისკს და ჩვენ კოლეგებთან ერთად, სხვა სამინისტროებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას ამ რისკების შემცირების მიზნით. დიდი მადლობა. ჩვენთან ერთად იყო თემურ მურღულია, გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. დღეს ასევე ხეობაში იმყოფებოდა კახი კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ჩავლიაშვილი. მათ ადგილზე შეამოწმეს მიმდინარე სამუშაოები, გაეცნენ არსებულ ვითარებას, რა პრობლემები არსებობს. როგორც უკვე ცნობილია, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გასადენი უკვე დღეს აღდგენილია, თუმცა პრობლემები არსებობს ჰესებთან დაკავშირებით, ასევე გზის საფართან დაკავშირებით. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარი. სრული დატვირთვით მიეწოდება გაზი, ბუნებრივი აირი სომხეთის რესპუბლიკას. ეს ყველა სამუშაოები უკვე დღეს დილით დასრულებული იყო. ჰიდროელექტროსადგურების მხრივ არის გარკვეული პრობლემები, რადგან ფაქტიურად ფაღორღით არის დაფარული ყველაფერი. აგრეგატები საბედნიეროდ დაზიანებული არ არის, მე მქონდა საუბარი ფერის ხელმძღვანელობასთან, არის სალექარი შევსებული და ამას ალბათ გარკვეული კვირა დაჭირდება, რომ მოხდეს სრული დაწმენდა ლარსიფესის და ჩვეულებრივ დაუბრუნდება ფუნქციონირებას. ძირითადი ტექნიკა გადაყვანილი არის მეორე მხარეს, საბაჟოს მხარეს. საბაჟოდან მოხდა მთლიანი წყლის მასის მოცილება და უკვე აღარ შეედინება წყალი. აგრეთვე საბაჟოს გაწმენდითი სამუშაოები არის დაწყებული. მიმდინარეობს ახალი კალაპოტის გაჭრა თერგისთვის, რომელიც აზიანებდა ძველ გზას, ასფალტობეტონის გზას და რომელიც ნახევარზე მეტი წაღებული აქვს. დაახლოებით კილომეტრიანი მონაკვეთი არის და როგორც კი თერგის გადაგდებას მოვახერხებთ თავის არსებულ კალაპოტში, დავიწყებთ უკვე ამის ამ ძველი გზის აღდგენას. როცა მოხდა კატასტროფა, სადაც დაიკარგა ეს ორი პიროვნება, იქ ვაპირებთ დღეს მაშველების შესვლას, რადგანაც დათვალიერებული იქნეს. ამისთვის საჭიროა, რომ გვირაბიდან გამოვიდეს ის დაგუბებული წყალი და ამის შემდეგ მიეცემათ საშუალება თელმაშველებს შიგნით შესვლის.
მთავარი მიზანი ახლა არის მდინარე თერგის ახალ კალაპოტში დაბრუნება, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ და გამწვენდით სამუშაოებს აწარმოებენ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები. ჩვენ უკვე 8 საათზე მოგიყვებით რა მდგომარეობა არის ხეობაში, რა სამუშაოები მიმდინარეობს და რა რისკები არსებობს. დიდი მადლობა გიორგი ფუტკარაძე გვერდთვებოდა მოამბის პირდაპირ ეთერში ტარიალის ხეობიდან.